საკვებით მოწამლაზე ვისაუბრებთ, რა სიმპტომები ახასიათებს და როგორ შეიძლება უმკურნალოთ. მომწამლავი საკვები შეიძლება იყოს გემრიელი და არ ყარდეს და არც სუნი არ ქონდეს და ჩვეულებრივად გამოიყურებოდეს. და მეტიც შეიძლება ეს იყოს სახლში გაკეთებული საჭმელი, იმიტომ რომ მოწამლის შემთხვევების 50% სახლის საჭმელზე მოდის. 50% როცა გარეთ ჭამს ადამიანი რესტორანში ან სადმე სხვაგან. ყველაზე ხშირად საკვებით მოწამლას იწვევს ვირუსული ინფექცია. უმეტესად გამომწვევი არის ვირუსი, შემთხვევების 60%-ში. და ძალიან ცოტა ვირუსის ნაწილაკებიც კი საკმარისია, რომ საკვებში იყოს, რომ ადამიანს დაემართოს ეს ვირუსული ინფექცია. კლასიკური ვირუსული ინფექცია არის, როცა რაღაცას შეჭამს ადამიანი, ან წყალს დალევს კონტამინირებულს და დაახლოებით 12 საათის მერე ეწყება უცებ ფაღარათი, წყლიანი ფაღარათი, ან ბავშვებში ერთბაშად გულისრევა. აი, გულისრევა დაეწყო მოწმენდილ ცაზე ბავშვს. მაღალი ალბათობით ესაა ვირუსული ინფექციით მოწამლა. დიდებში ეს გულისრევა იშვიათია, მაგრამ ფაღარათია ხშირი. წყლოვანი ფაღარათი და ეს სიმპტომები დაახლოებით გრძელდება 1-3 დღე. პრობლემა რა არის ახლა ამ დროს? მთავარი პრობლემა არის ორგანიზმს არ დაემართოს დეჰიდრატაცია. ეგ არის ყველაზე საფრთხილო და სახიფათო. განსაკუთრებით ბავშვებისთვის, რადგან დეჰიდრატაციის დაკარგვით და ელექტროლიტების ბალანსის დაკარგვით ადრე ვირუსული ინფექციის შედეგად ბავშვები იღუპებოდნენ. დღეს ეგრე აღარ ხდება, რა თქმა უნდა, რადგან ვიცით, რომ ელექტროლიტები უნდა მივცეთ ბავშვებს და დიდებსაც, როგორც კი ძლიერი ფაღარათი ან გულისრევა აქვს ადამიანს, ელექტროლიტების მიცემა აუცილებელია, რომც არ ქონდეს ელექტროლიტების ფხვნილი, რომელიც იყიდება ჩვეულებრივ აფთიაქებში, მისი მომზადება სახლში შესაძლებელია, 1 ლიტრა წყალში, გამოხდილი წყალში სუფთა იყოს უნდა ეს წყალი, ჩაასხა 6 კოზი შაქარი, ნახევარი ჩაის კოზი მარილი, მოურიო და ცოტა დალიოს ადამიანმა. მიიღებს ამით იმ საჭირო ელექტროლიტებს, რაც რეალურად ჭირდება. ბაღებში, სკოლებში არის ხოლმე ესეთი ვირუსული ინფექციები, რომელიც იწვევს დიარეას, ფაღარათს, გულისრევას, საბავშვო ბაღებში ასევე ხშირად არის. ეს არის როტავირუსები, როგორც წესი. ან საკვებით ან წყლით გადადის ეს ვირუსი. დიდებში, როცა მაგალითად კრუიზის გემებზე და დასასვენებელ ადგილებში და ეს ადგილებში, ეგ ნოროვირუსია ხოლმე, ნოროვირუსი ძირითადად გამომწვევი. თუმცა ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ერთნაირად ვკურნალობ, ანუ რომელი ვირუსია ამ შემთხვევაში უმეტესი ყველაზე ხშირი ვირუსები რაც არის, დიდი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მკურნალობა ერთია, რომ რაც მთავარია, ჭირდება ელექტროლიტები და წყალი, რომ მისცე ადამიანს. ეგ არის ყველაზე მთავარი მკურნალობა. ონდანსტერონი არის პრეპარატი, რომელიც მიიღება ხოლმე ბავშვებს აძლევენ, როცა ძალიან ძლიერი გულისრევა აქვს, გულისრევის შესაჩერებლად დიდებში შესაძლებელია სეროტონინის რეცეპტორის ბლოკავს მოკლედ და აჩერებს ესე გულისრევას. შესაძლებელია თუ ძლიერია გულისრევა და თუ სერიოზული პრობლემა ეს ამ შემთხვევაში შესაძლებელია მიიღება. ლოპერამიდი შეიძლება ოღონდ დიდებში ფაღარათის შესაჩერებლად, ოღონდ ფაღარათი არ უნდა იყოს სისხლიანი ან არ უნდა ქონდეს ადამიანს ცხელება. ეგეთ შემთხვევაში შესაძლებელია თუ ვირუსული ინფექცია და ძალიან ძლიერი ფაღარათი აქვს, თუმცა როგორც წესი ეგეც არ ხდება ხოლმე საჭირო, გადის თავისით მოკლედ და ადამიანი სრულად გამოჯანმრთელდება. მეორე ყველაზე ხშირი გამომწვევი, რაც საკვებით მოწამლას იწვევს, არის ბაქტერიული ინფექცია. ბაქტერიული ინფექცია შეიძლება იყოს ორნაირი რეალურად. ერთი არის, როცა ბაქტერია გამრავლდება საკვებში და გამოყოს ტოქსინებს და ამ ტოქსინს მერე შენ ტოქსინიან საკვებს შენ ჭამ, ეს ერთი ვარიანტია და მეორე ვარიანტია, რომ პირდაპირ ბაქტერია შეჭამ და ეს ბაქტერია იწვევს ნაწლავში გამრავლებას. ორივე იწვევს საკვების მოწამლას, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ თუ ტოქსინს ჭამ, უცებ იწვევს მოწამლას, მაგალითად 1 საათის განმავლობაში, 1-დან 6 საათამდე. და თუ კი ბაქტერია მიიღე და ის ბაქტერია იწვევს გამრავლებას, სიმპტომები ძირითადად 6 საათის მერე აღმოცენდება ხოლმე. ბაქტერიული ინფექციის სიმპტომები ძირითადად არის იგივე. დიდი განსხვავება არ არის ხოლმე, გულისრევა, აღებინება, უფრო ბავშვებში, დიდებში უფრო
ფაღარათი შეიძლება იყოს წყლოვანი, შეიძლება იყოს სისხლიანი, შეიძლება იყოს ლორწოვანი, ან სხვანაირი შეიძლება იყოს იმის მიხედვით რა არის გამომწვევი ბაქტერიული შემთხვევაში უფრო ხშირი არის უბრალოდ ცხელება, სიცხე, ანუ სიცხეს აძლევს ადამიანს და უფრო დიდხანს გრძელდება. 3-დან 7 დღემდე შეიძლება გაგრძელდეს სიმპტომები და ეგ არის უფრო მნიშვნელოვანი განსხვავება. გამომწვევი შეიძლება იყოს სხვადასხვა სალმონელა, შიგელა, კამპილობაქტერი, ეშერიხია კოლი და სხვადასხვანაირი სიმპტომები შეიძლება გქონდეთ. თუმცა ჯამური მიდგომა აქაც იგივე ერთნაირი გვაქვს, ყველაზე მთავარი ისევ არის სითხეების და ელექტროლიტების მიღება ადამიანისთვის. ანტიბიოტიკებზე არის რა თქმა უნდა ანტიბიოტიკები ზოგჯერ საჭირო, მაგრამ ანტიბიოტიკები არის საჭირო იშვიათად. განსაკუთრებით თუ სისხლიანი განავალი აქვს ადამიანს და ცხელება აქვს და რამე სერიოზული რისკებია, ან ძალიან პატარაა ბავშვი, ან ძალიან ასაკოვანია, სადაც შეიძლება გართულებების რისკი იყოს. ოღონ ანტიბიოტიკებთან არის სიფრთხილე საჭირო. ეშერიხია კოლის ერთ-ერთი ფორმა არის 0,157 ეძახიან, ესეთი ის არის ფორმა, რომლის დროსაც ანტიბიოტიკებს თუ მისცემ პირიქით მდგომარეობას აუარესებს, მოკლედ იმ ტოქსინის გამოყოფას აძლიერებს და მდგომარეობა უარესდება და ადამიანს შეიძლება ცირკულების უკმარისობაც დამართოს. ამიტომ თუ არ ვიცით რის წინააღმდეგ ვიყენებთ ანტიბიოტიკებს, ამ დროს ანტიბიოტიკები არ არის რეკომენდირებული. როცა ვიცით ძირითადად ციპროფლოქსაცინი და აზიტრომიცინია ხოლმე შერჩევის პრეპარატები, ესეთ დროს როცა საკუთით მოწამლა აქვს ადამიანს ბაქტერიული. თუკი მაგალითად ნახშირი არის კიდე ერთ-ერთი რითის კურნალობენ ხოლმე, ნახშირს ეფექტი აქვს მაშინვე თუ მისცემ, ანუ რაიმე ტოქსინს როცა იღებს ადამიანი და მოწამლის რისკია, მაშინვე შესაძლებელია რომ ნახშირმა შეიწოვოს ეს ტოქსინები და საწვისო ნერვულ სისტემაში და გაზებით შეამციროს და სიმპტომებსაც ხსნის და თან ტოქსინებთან ურთიერთობა ორგანიზმის შეამციროს და ამ ხრივაც დაეხმაროს. თუმცა ყველაზე მთავარი მაინც სითხეების და ელექტროლიტების მიღებაა. ძალიან იშვიათი შემთხვევაა, რომ ბაქტერიული საკუთით მოწამლის შემდეგ ადამიანი მოკვდეს, თუმცა შესაძლებელია შეიძლება სეფსის დაემართოს, შეიძლება თირკმლის უკმარისობა დაემართოს. ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ძალიან იშვიათია. როცა ადამიანი იღებს ხოლმე კვერცხს ან ქათმის პროდუქციას, რომელიც არ არის კარგად მომზადებული, მაშინ ყველაზე ხშირად არის სალმონელას რისკი. როცა არაპასტერიზებულ რძეს იღებს ადამიანი, კამპილობაქტერი შეიძლება იყოს და შეიძლება ეშერიხია კოლით მოწამლა. როცა ბრინჯი, აი შეცხელებული ბრინჯი მეორე დღეს მაგალითად ბაცილიუს ცერეუს ესე ქვია და ბრინჯით იწამლებიან ადამიანს, ბრინჯი ერთ-ერთი ყველაზე ისეთ მიიჩნევა, რომელიც დიეტურად და შეიძლება დიარეის დროს მოწამდეს დროს, მაგრამ თვითონ ბრინჯითაც შეიძლება მოიწამოს ადამიანი, განსაკუთრებით თუ მეორე დღის ბრინჯია. მაიონეზით, კრემებით, ნამცხრებით ჩვეულებრივ შეიძლება მოიწამოს ადამიანი, ეგ არის ძირითადად ოქროსფერი სტაფილოკოკი და მათი ტოქსინები მოკლედ და ეგ მოწამლაც ხშირია. დიაგნოზისთვის როგორც წესი სიმპტომებით საკმარისია ხოლმე, თუმცა თუ მდგომარეობა გართულებულია, სისხლიანი განავალია, სიცხეები აქვს, ადამიანი სუსტადაა და ასე, მაშინ ხდება განავლის კულტურის დათესვა, მოკლედ რომ განისაზღვროს რომელი ბაქტერია და შესაძლებელია რომ ანტიბიოტიკები სპეციფიურ შემთხვევებში იქნეს დანიშნული. თუმცა ძირითადად ისევ გამოსავალი არის ელექტროლიტების და სითხის მიღება. ხო, ლოპერამიდის შესაძლებელია ფაღარათის შესამცირებლად თუ განავალი არ არის სისხლიანი და თუ ცხელება არ აქვს ადამიანს, თუ ბაქტერიული აქტიური ინფექცია აქვს ადამიანს და მithume სისხლიანი განავალი, მაშინ არ არის რეკომენდირებული, რადგან ტოქსინების დაყოლებას ნაწლავში და ამ პათოგენების აძლიერებს პირიქით ორგანიზმში და არ არის რეკომენდირებული მაგ დროს რომ დიარეა შევაჩეროთ და ანტიდიარეული წამლები. პრობიოტიკები შესაძლებელია სახარომიცეტები, მაგალითად სახარომიცის ბოულარდი არის ეგეთი ლაქტობაცილები, ასევე ეხმარება მოკლედ მოწამლის დროს, ძალიან არა, მაგრამ დაახლოებით 25%-ით, რაც ცუდი არ არის. ჯინჯერის და მინტის ჩაი ან ექსტრაქტი შესაძლებელია, ესეც ეხმარება სიმპტომებს, გულისრევა ღებინება შეიძლება შეამციროს.
ბრინჯის ნახარში ან ბრინჯი თვითონ შემკვრელი ფუნქცია აქვს და ვისაც ფაღარათი აქვს მათ სკაია და ბრატ დიეტა ქვია, რომ ან შედის მასში ბანანი, ბრინჯი, ვაშლის соуსი და ტოსტი გახუხული პური. ეს საკვები არის მიიჩნევა მეგობრულად ეგეთ დროს, როცა საკვების მოწამლა აქვს ადამიანს და მაგ დროს აძლევენ ხოლმე. ხო, ეს თუ კი აქტიური მოწამლა აქვს, მოკლედ მოწამვლის საჭმელის შეჭამა მალევე თუ მიიღებ, ამ აქტივირებულ ნახშირს აქვს ეფექტი. ხო, ნუ თუ ახლა მეორე დღე და მესამე დღეა, მაშინ დიდი აზრი არ აქვს, თუმცა გაზებისთვის და ზოგადად ან ტოქსინების აბსორბციისთვის კარგია და ამიტომ მაინც სვავენ ხოლმე. და მესამე ყველაზე ხშირი გამოწვევი საკვების მოწამვლის არის პარაზიტული ინფექცია. პარაზიტული ინფექციებიდან ჟიარდია, ლამბლია, ენტეროამება ჰისტოლიტიკა და კრიპტოსპორიდიუმი სხვა ისინი არსებობს მოკლედ და პარაზიტებით მოწამვლის მთავარი ნიშანი ის არის, რომ პარაზიტებით მოწამვლა ჯერ გვიან ვლინდება, ანუ 2 კვირის მერე შეიძლება და მოვიწამლო თქვა დღეს და 2 კვირის მერე დაიწყოს სიმპტომები, ეს ერთი. და მეორე სიმპტომიც გრძელდება დიდხანს და თავის არ იყურნება, ან თუ არ უწამლე და არ უმკურნალე, თავის არ გადის, მოკლედ ეგ არის პარაზიტების პარაზიტებით მოწამვლის ყველაზე მთავარი გამოხატველი და შეიძლება განავალი იყოს ცხიმიანი, მყრალი და ეს ან ლორწოვანი, ან შეცვლილი განავალი შეიძლება იყოს, რაც ახასიათებს ასევე და ეს დიარეა არ დამთავრდეს მოკლედ რა და ჭირდება მკურნალობა. ხო, ქრონიკული დიარეა მთავარი ნიშანი, მუცლის ტკივილი, შებერილობა, გულისრევის შეგრძნება შეიძლება ქონდეს ადამიანს, წონაში კლება, განავალში ლორწო და ამ დროს ადამიანს როგორც წესი აქვს ისტორია მოგზაურობის, იმოგზაურა სადაც განვითარებად ქვეყანაში, ან განვითარებად ქვეყნებშია ძირითადად ეს იშვიათია, რომ განვითარებულ ქვეყანაში ეგეთი პარაზიტული ინფექციებით მოწამვლა, მაგრამ მაინც შესაძლებელია რა თქმა უნდა. მეტრონიდაზოლი არის ხოლმე, რასაც ხშირად პარაზიტებით მოწამვლის დროს ადლებენ, ნუ სხვა პარაზიტის სხვა მკურნალობა ჭირდება და ასეთ დროს განავლის შემოწმება PCR ტესტინგით ან ანტიგენებით აუცილებელი რომ დადგინდეს რომელი პარაზიტია და იმის მიხედვით მოხდეს მკურნალობა. ჰიდრატაცია აქაც ძალიან მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა და ნიორს აქვს კიდე ანტიპარაზიტული მოქმედება, ან ნიორის ექსტრაქტი, ან ნიორი, რომელიც ეხმარება, თუმცა არ კურნავს, მაგრამ ეხმარება განკურნებაში. ლაქტოზის შემცველი პროდუქტები რო შეამციროს ადამიანმა, ცხიმოვანი პროდუქტები შეამციროს, ეგეც მნიშვნელოვანია. და მეოთხე ყველაზე ხშირი მიზეზი, რითიც იწამებიან ადამიანი, ეს სიმბოლოში აღარაა ხშირი, მაგრამ მნიშვნელოვანია ძალიან, ეს არის ტოქსინები. ტოქსინები შეიძლება იყოს ცუდად დაკონსერვებული საკვებისგან, თევზებისგან, სოკოებისგან, მაგალითად ეს ცუდად დაკონსერვებული საკვები ბოტულიზმს იწვევს და ბოტულინის ტოქსინის მიღებას, ეს იწვევს პარალიზს და ბუნდოვნად ხედვას და ამ დროს შეიძლება ცხელება არ ქონდეს, არც დიარეა არ ქონდეს ადამიანს, მაგრამ ბოტულიზმით მოწამვლა საშიშია, ამ პარალიზით შეიძლება მოკვდეს ადამიანი, ამიტომ სასწრაფოდ საჭიროა ბოტულიზმის ანტიტოქსინი და ICU-ზე შეერთება, ანუ ხელოვნურ სასუნთქ აპარატზე შეერთება, რომ ადამიანს კუნთების პარალიზი შეიძლება დაემართოს, ვეღარ ისუნთქოს და მაგით მოკვდეს, ამიტომ სასწრაფოდ მკურნალობა ჭირდება, ანუ საშიშია ბოტულიზმით მოწამვლა ამ მხრივ, სოკოებით მოწამვლა შეიძლება დააზიანოს ღვიძლი და ღვიძლის უკმარისობა გამოიწვევს და მაგით მოკვდეს ადამიანი, ეგეც შესაძლებელია. ამიტომ ღვიძლით მოწამვლის დროს აცეტილცისტეინს მაღალი დოზებით ნიშნავენ ხოლმე, ნახშირს კიდე და ნუ ღვიძლის გადანერგვას თუ სხვა გზა არ არის მაგ შემთხვევაში. თევზეული ტოქსინით მოწამვლა შეიძლება გამოიწვევს ხოლმე დაბუჟება, ნევროლოგიური სიმპტომები, დაბუჟება ხელების, მგრძნობელობის შეცვლა მაგალითად ხელებში, ანუ ცხელს დაადებს ცივი გონია და პირიქით, ანუ ცივს დაადებს და ცხელი გონია, ანუ მგრძნობელობის შეცვლა შეიძლება გამოიწვევს. ეგ ან ჰისტამინის მსგავსი მოქმედება ახლა როგორც წესი და ანტიჰისტამინებით მკურნალობენ.
ძირითადად ეს არის ტოქსინები, ну, კიდე შეიძლება პესტიციდებით მოწამლა, ტყვიით მოწამლა და ზოგიერთი ქრონიკული მოწამლა, რომელიც მწვავე რამე სიმპტომებს არ იწვევს, მაგრამ ხა ტყვიით მოწამლა მაგალითად ბავშვებისთვის მით უმეტეს ძალიან არასასურველია, იმიტომ რომ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს. აი ეს იყო ძირითადად როგორი მოწამლებიც არსებობს საკვებით და რას როგორ უნდა უმკურნალოთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დაალაიქეთ, გამოწერეთ არხი, ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. ვისაც გინდათ დონაციები ამისთვის მაქვს ანგარიშის ნომრები მითითებული, ან ვისაც დეტალური კითხვები გინდათ თან დონაციებთან ერთად, ამისთვის პატრონი მაქვს მითითებული ასევე ვიდეოს აღწერაში. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ.